იაპონელი ღვინის მაგისტრი ქართულ ღვინოს შეისწავლის კენიჩი ოჰაში ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს ეწვია. მას თან ახლავს იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ჟურნალის წარმომადგენელი, რომელიც ქართულ ღვინოზე ვრცელ სტატიას ამზადებს. სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, დაათვალიერეს სააგენტოს მუზეუმი და ეთნოთეკა, ასევე ეწვნენ ღვინის კომპანიებს კახეთსა და ქართლში, სადაც საერთო ჯამში დააგემონეს 1000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო და გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას. ქართულ ღვინოზე ფანტასტიკური შთაბეჭდილება დამრჩა, როდესაც აქ ჩამოვედი, უამრავი ინფორმაცია მივიღე, მათ შორის ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიის შესახებ. საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელი არის, გამოც პატივისცემას იმსახურებს. ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ იაპონიაში ქართული ღვინის შესახებ. კენიჩი ოჰაში არის იაპონელი, ერთადერთი იაპონელი ხალხით მინდა აღვნიშნო ღვინის მაგისტრი, რომელსაც აქვს აგრეთვე მარკეტინგული მომსახურება, წარმოადგენს კომპანია Red Bridge იაპონიაში და ჩვენმა სააგენტომ წელს დაიქირავა ის, რათა განახორციელოს რიგი მარკეტინგული აქტივობების. მე ვწერ სტატიებს ღვინის ჟურნალისტებისთვის. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და უამრავი რამ აღმოვაჩინე. საქართველოს ქვევრის დაყენების მეთოდით ძალიან პოპულარულია, მას ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ მეთოდს დავარქმევდი უკან მომავალში. მე იაპონელ მკითხველს გავაცნობ ქართული ღვინის წარმოების ამ უნიკალურ მეთოდს.